Deep State. მითი თუ რეალობა. ბოლო წლებში ეს არა მარტო დასავლურ პოლიტიკაში, არამედ საქართველოშიც აქტუალური თემაა. საქართველოში ეს თავდაპირველად გლობალურ ომის პარტიაზე საუბრით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ტერმინი Deep State გამოიყენა, ქართულმა პოლიტიკოსებმაც ეს ტერმინი გადმოიტანეს. Deep State-ის Deep State-ს ეძახის გაისმა ზარი Deep State-იდან. და რა არის Deep State? ზოგისთვის ეს ფარული ელიტების შეთქმულება, ან რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილიდან განაგებს არამხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ბედს. ზოგისთვის კი ეს უბრალოდ სახელმწიფო აპარატის რეალური ძალაუფლებაა, რომელიც არჩეული პოლიტიკოსების ზემოთ დგას და გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა თუ საგარეო მიმართულებაზე. დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, Deep State ხშირად ასოცირდება შეტაკებასთან არჩეულ მთავრობებსა და არსებულ ბიუროკრატიულ სისტემას შორის. იქნება ეს სპეცსამსახურები, სამხედრო სტრუქტურები თუ გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტები. მაგრამ რამდენად რეალურია ეს ფენომენი? ვინ ქმნის Deep States? მართლა აქვს თუ არა მას ძალაუფლება დემოკრატიულ სისტემებში? ეს ვიდეო სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და დავიწყოთ. დავიხსენოთ ედვარდ სნოუდენი. კარგად დავიწყებული სკანდალური პიროვნება, რომელმაც 2013 წელს ამერიკის უშიშროების სისტემის და შეიძლება ითქვას თანამედროვე Deep State-ის მანკიერებები მთელი სამყაროს წინაშე გამოაშკარავა. სწორედ ედვარდ სნოუდენმა ახადა ფარდა იმას, რასაც ბევრი მხოლოდ კონსპირაციად მიიჩნევდა. გლობალური მასშტაბის ფარული თვალთვალის სისტემა, რომელიც არა მხოლოდ კრიმინალებსა და ტერორისტებზე, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და მსოფლიო ლიდერებზეც ვრცელდებოდა. ეს ამბავი კი ასე იყო. სნოუდენი შეერთებული შტატების უსაფრთხოების სააგენტოს, ანუ NSA-ის კონტრაქტორი იყო და ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA-ის თანამშრომელი იყო. 2006 წლიდან ის CIA-ში მუშაობდა კომპიუტერულ ტექნიკოსად, რომელსაც საიდუმლო კლასიფიცირებულ მასალასთან ჰქონდა წვდომა. 2009 წელს სნოუდენი CIA-დან იაპონიაში ცნობილ კომპიუტერულ კომპანია Dell-ში მუშაობდა NSA-ის კონტრაქტორად. 2012 წელს ის სამუშაოდ გადავიდა ჰავაიში, სადაც NSA-ში სისტემის ადმინისტრატორად დაიწყო მუშაობა და ევალებოდა მილიონობით დოკუმენტის ელექტრონული კოპირება, რომელთან წვდომაც მთავრობას ელექტროენერგიის გათიშვის ან რაიმე სხვა კატასტროფის შემთხვევაშიც ექნებოდა. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როცა სნოუდენმა საიდუმლო ფაილების გადაწერა პირად მეხსიერების ბარათზე დაიწყო. ის შემდეგ დაუკავშირდა ჟურნალ Guardian-ის ჟურნალისტ გლენ გრინვალდს და მასალები გაუგზავნა დოკუმენტალისტ ლორა პოიტრას. ლორა პოიტრასის შემდეგ დაუკავშირდა Washington Post-ის ვეტერან რეპორტიორს უშიშროების საკითხებზე ბარტონ გელმანს. ეს ხდება იმავე პერიოდში, როცა სნოუდენი კონტრაქტით მუშაობდა ბუზ ალენ ჰამილტონთან, რომელიც გახლავთ ამერიკული საკონსულტაციო კომპანია მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ანალიტიკის მიმართულებით. ეს კომპანია ამერიკაში განსაკუთრებით ცნობილია, რადგან ის თანამშრომლობს პენტაგონთან, CIA-სთან, NSA-სთან. სნოუდენმა იქ მუშაობის პერიოდში კი გადმოტვირთა უამრავი საიდუმლო ფაილი. Washington Post-ის ბარტონ გელმანმა შემდეგ სნოუდენისგან დაიწყო ფაილების მიღება კოდური სახელით Veraxi, რომელიც შეიცავდა დეტალურ პრეზენტაციას NSA-ის პროგრამა პრიზმის შესახებ, რომელიც გულისხმობდა ონლაინ კომუნიკაციების მასობრივ მოსმენას და პირადი მონაცემების შეგროვებას. სნოუდენმა სამსახურის დატოვებისას ყველა ფაილი გადმოწერა და ათასობით საიდუმლო დოკუმენტით გაემგზავრა ჰონკონგში, სადაც დოკუმენტური ფილმების რეჟისორს ლორა პოიტრას და Guardian-ის ჟურნალისტ გლენ გრინვალდს შეხვდა. ამ საიდუმლო მასალებზე დაფუძნებით კი Guardian-მა და Washington Post-მა დაიწყეს სტატიების გამოქვეყნება, რომლითაც ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს მთავრობის უკანონო სათვალთვალო სქემა ამცნეს. NSA მიხვდა, რომ ამ გაჟონილი დოკუმენტების წყარო ედვარდ სნოუდენი იყო, რომელიც ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს და ამერიკული პასპორტიც გაუუქმეს. სნოუდენმა შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო რუსეთისგან და დღემდე იქ ცხოვრობს. თუ მეტი გაინტერესებთ ამ თემაზე, ეს ფილმი სწორედ ამ ამბავზეა გადაღებული და გირჩევთ უყუროთ. სნოუდენმა ამერიკული საზოგადოება ორად გაყო. ზოგისთვის ის გმირი, ზოგისთვის კი მოღალატე აღმოჩნდა. მაგრამ ფაქტია, რომ მან შეცვალა მსოფლიოს აღქმა სახელმწიფო კონტროლზე, მონაცემთა დაცვაზე და ხელისუფლების ფარულ ძალაუფლებაზე.
და თუ დღეს Deep State-ის არსებობის შესახებ რაიმე თვალსაჩინო მტკიცებულება არსებობს, ეს სწორედ Snowden-ის დამსახურებაა. იმჟამინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, Snowden-ის ინციდენტამდე უკვე გამოცემული ჰქონდა ბრძანებულება უშიშროების მასალების მოპოვების გზების გადახედვაზე. I called for a thorough review of our surveillance operations before Mr. Snowden made these leaks. ის Snowden-ს პატრიოტად არ მიიჩნევდა და საჯარო განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ჯობდა კანონიერი და სახელმწიფოებრივი გზა მონახულიყო ამ ინფორმაციის გამოაშკარავებისათვის. დონალდ ტრამპმა კი ღიად უწოდა Snowden-ს მოღალატე და თქვა, რომ ის რუსეთში კი არ უნდა ცხოვრობდეს ბედნიერად, არამედ მკაცრ სასჯელს იხდიდეს. I think he's a total traitor and I would deal with him harshly. თქვენ რას ფიქრობთ ედვარდ Snowden-ზე? არის ის გმირი, რომელმაც სიმართლე გაგვანდო თუ მოღალატე, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოება დააზარალა? ამაზე კომენტარებში მაცნობეთ. Deep State-ის ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან იწყება. მაშინ როცა არც კომპიუტერები იყო, არც ინტერნეტი, არც მრავალპიქსელიანი სათვალთვალო საშუალებები, მაგრამ შეერთებული შტატების საჭიროება იდგა ინფორმაციის მოპოვებაზე, განსაკუთრებით პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ. 1951 წლის 7 დეკემბერს იაპონიის იმპერიულმა სამხედრო საზღვაო ძალებმა უეცარი და მასშტაბური ავიადარტყმა მიაყენეს ამერიკის საზღვაო ბაზას პერლ ჰარბორს ჰავაიზე, რომლის შედეგადაც დაზარალდა ამერიკული ფლოტი, ჩაიძირა რამდენიმე საბრძოლო გემი და დაიღუპა 2400-ზე მეტი ადამიანი. იაპონიას ამით ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტის პარალიზება სურდა, რათა გაემარტივებინათ ექსპანსია აზიაში. სწორედ ამ თავდასხმამ გამოიწვია შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში ჩართვა, აქედან კი დაიწყო ამერიკის უშიშროების განვითარება და გლობალურ ძალად ჩამოყალიბება. პერლ ჰარბორის შემდეგ რუზველტს გაუჩნდა мотиваცია, ძალაუფლება და ხალხის მხარდაჭერა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ამერიკის გასაძლიერებლად და დასაცავად. რუზველტს მაშინ ვოლ-სტრიტის კორპორაციების იურისტმა ბილ დონოვანმა უშიშროების სააგენტოს შექმნა ურჩია და სწორედ ასე ჩამოყალიბდა სტრატეგიული მომსახურების ოფისი, OSS-ი, CIA-ის წინაპარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის სადაზვერვო ორგანიზაცია იყო. OSS-ი მაშინ ყველაფერს აკეთებდა მტრის ნაცისტური გერმანიის დემორალიზაციისთვის, დამარცხებისთვის, თუმცა 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ OSS-ი დაიშალა. პრეზიდენტი ტრუმანი აცნობიერებდა, რომ უშიშროების სააგენტოს სახით ზედმეტად მეტი ძალაუფლება დაუგროვდებოდათ ბიუროკრატებს და ის გააუქმა. შემდეგ დაიწყო ცივი ომი და OSS-ის ყოფილი თანამშრომლების აქტიური მოწოდებების შედეგად განახლდა სააგენტოს საქმიანობა. თუმცა ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ამერიკის კონსტიტუცია არ იძლეოდა არჩევნების გზით არ არჩეული ხალხის ხელში ძალაუფლების დაგროვების საშუალებას და ეს მხოლოდ ხარბ ბიუროკრატებს მოამრავლებდა. ტრუმანიც სწორედ ამაზრზე იყო, თუმცა მისი აზრით გეოპოლიტიკური საფრთხეების ზრდასთან ერთად შეიცვალა. სწორედ ამ დროს შეიქმნა ცენტრალური უშიშროების სააგენტო, CIA, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის აღსაკვეთად უამრავი შეთქმულება და საიდუმლო ოპერაცია განახორციელა. 1970 წლისათვის CIA გახდა უდიდესი ქსელის, დაფინანსების და გავლენის მქონე ორგანიზაცია. თუმცა ჰარი ტრუმანი მუდამ მისი გავლენის კონტროლის მომხრე იყო და პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამბობდა, რომ CIA-ის ძალაუფლება უნდა შესუსტებულიყო. CIA-ის კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა ვიეტნამის ომის პერიოდში. მომიტინგე ჰიპები, რომლებიც ამ ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ CIA-ის ქმედებებს და ითხოვდნენ მთავრობის მხრიდან მეტ კონტროლს სააგენტოზე. მაგრამ მოხდა სრულიად პირიქით. CIA მომიტინგეებზე დაიწყო თვალთვალი, რამაც ცხადი გახადა, რომ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოსვლები ამერიკიდან წამოსული ანტისაომარი მოძრაობა იყო და ამის უკან არ იდგა რუსეთი ან რომელიმე სხვა ოპონენტი ძალა. ამ პერიოდში Snowden-ამდე ბევრად ადრე ამერიკელმა ხალხმა პირველად გაიგო, თუ რამდენად ღრმად ჰქონდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და ფედერალური გამოძიების ბიურო FBI-ის ფესვები გადგმული მათ ცხოვრებაში. სენატორი ფრენკ ჩარჩი ჩაუდგა სათავეში კომიტეტს, რომელიც ამერიკული დაზვერვისა და უშიშროების გადაცდენებს იძიებდა. We want to be sure that this country stays free, and that means that any spy agency continues to be outward looking
to spy on foreigners, but not to be spying on Americans. სწორედ ამ დროს გამოვლინდა, რომ CIA ახორციელებდა შეტევებს მარტინ ლუთერ კინგზე, ფემინისტ აქტივისტებზე და პრესის манипуლირების მიზნით ჩანერგილი ყავდა ჟურნალისტების სხვადასხვა გამოცემებში. თუმცა სენატორი ჩარჩი ამის გამო გმირად არ შეურაცხავთ. პირიქით, ეძახდნენ KGB-ს აგენტს და მასშტაბურად აკრიტიკებდნენ. ცივი ომი დასრულდა, მაგრამ CIA მისი წინამორბედის OSS-ისგან განსხვავებით არ გაუქმებულა. თუ ადრე უშიშროების სააგენტო იყო დროებითი და მხოლოდ ომის დროს ფუნქციონირებდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზვერვამ სისტემური ხასიათი მიიღო. 2001 წელს კი მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში, რომელმაც ამერიკის უშიშროება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. ტერორისტების დასაჭერად, დასაშდელად და სამომავლო დარტყმის თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ ჯუნიორის ადმინისტრაციამ გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან უამრავი თანხა დახარჯა ტოპ საიდუმლო სამსახურების შექმნაში და ახალი სამთავრობო შენობების მშენებლობებში. მაგალითად, შეიქმნა შინაგან საქმეთა დეპარტამენტი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი და ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი. ჯამში ამერიკის უშიშროების სისტემა დღეს 18 უწყებას შეადგენს, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტს, ანუ სამინისტროს ექვემდებარება და მათი დაფინანსება ჯამში $104 მილიარდ აღემატებოდა 2004 წელს. 11 სექტემბრის მერე ისე გაიზარდა უშიშროების სააგენტოები, რომ ფაქტიურად შეუძლებელი გახდა მათი ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ მოქცევა და ამის შემდეგ ბევრი რამ არც შეცვლილა. თუმცა ყველაფერი არც ისე ნაცრისფერი და ერთმნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის უშიშროება ხშირად ასოცირდება Deep State-თან, Deep State-ი კორუფციასთან, ძალაუფლების გადამეტებასთან და ჩრდილოვანი მმართველობის ბრალდებებთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მას მნიშვნელოვანი დადებითი მხარეებიც აქვს. ბევრი ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, სწორედ ამერიკის უშიშროების სისტემებისგან იღებს სათავეს. მაგალითად, ინტერნეტი, GPS-ი და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები თავდაპირველად სადაზვერვო და სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით მოქალაქეთა სარგებლობაში გადავიდა. CIA-ს უკავშირდება ასევე მამოგრაფიის აპარატის შექმნა. 1994 წელს CIA-მ სატელიტური გამოსახულებების ანალიზისთვის შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო საზოგადოებას გადასცა, ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის გასაუმჯობესებლად გამოდგა. ამერიკის უშიშროებამ ასევე მოახერხა ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერის ლიკვიდაცია, ოსამა ბილადენის, რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტი უკავშირდება. ამიტომ Deep State-ის წვლილი მსოფლიოს განვითარებაში ფასდაუდებელია. ამერიკის მოსახლეობისთვის ყველაფერი რომ გაემხილათ, შეიქმნებოდა ინტერნეტი, ან თუნდაც ატომური ბომბი, რომელმაც ფაქტიურად ფაშიზმი დაამარცხა. ალბათ არა, და ამას აცნობიერებს დონალდ ტრამპიც. მაშინ, რას გულისხმობს ტრამპი Deep State-ის დამარცხებაში? დონალდ ტრამპისთვის Deep State-ი გავლენიანი ბიუროკრატების ერთობაა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ საიმდუმლო ინფორმაციაზე, ფინანსურ რესურსებზე და ამით დიდი გავლენა აქვს სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილებებზე. მას აქვს კონკრეტული 10-პუნქტიანი გეგმა, როგორ აპირებს ხარბი თვით დაინტერესებული ბიუროკრატების სისტემიდან მოკვეთას და სადაზვერვო სამსახურების რეფორმირებას. Here's my plan to dismantle the Deep State and reclaim our democracy from Washington corruption once and for all. პირველ რიგში, ტრამპს სურს პრეზიდენტის ინსტიტუტს ბრძანებულების სახით დაუბრუნოს ბიუროკრატების დათხოვნის უფლებამოსილება. მეორე, ის აპირებს უშიშროებისა და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის აპარატების კორუფციისგან გაწმენდას, რაც თავისთავად მოიცავს კადრების გათავისუფლებას. მისი თქმით, კერძო მოტივების მქონე ბიუროკრატები განიდევნებიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც კონსერვატორებსა და რესპუბლიკელებს მიზანმიმართულად ებრძოდნენ და ასამართლებდნენ. მესამე, ტრამპი აპირებს უცხოური სადაზვერვო თვალთვალის სასამართლო რეფორმის გატარებას. ეს ამერიკის ფედერალური სასამართლოა, რომელიც საიდუმლოდ განიხილავს და გასცემს ნებართვებს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ უცხოური დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნით თვალთვალის განხორციელებისათვის. ეს სასამართლო 1978 წელს შეიქმნა უცხოური დაზვერვის თვალთვალის აქტის, ეგრეთ წოდებული FISA-ს საფუძველზე, რათა დაარეგულიროს უცხო ქვეყნის აგენტებზე, ტერორისტებზე და სხვა საფრთხეებზე თვალთვალის განხორციელება, უფლებამოსილება და კანონიერება. ამ სასამართლოს ყველაზე დიდი კრიტიკა ეხება მისი საქმიანობის გაუმჭვირვალეობას, რადგან ის
თითქმის ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ იღებს საიდუმლო გადაწყვეტილებებს და მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაასარჩივრონ მისი განკარგულებები. ეს სასამართლო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ედვარდ სნოუდენის 2013 წელს გაჟონილი დოკუმენტების შემდეგ, როცა გამოჩნდა, როგორ იყენებდა ამერიკის მთავრობა ამ უწყებას მასობრივი თვალთვალის ლეგალიზებისათვის. მეოთხე, ტრამპს სურს გამოააშკარაოს და დასაჯოს ძალაუფლების გადამეტების შემთხვევები. ამისთვის ის გეგმავს სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნას, რომელიც Deep State-ის მიერ განხორციელებული თვალთვალის, ცენზურისა და სხვა საიდუმლო ოპერაციების დეკლასიფიკაციას მოახდენს. მეხუთე, ის აპირებს ხელისუფლების ინფორმატორებზე მასშტაბური რეიდის დაწყებას. გულისხმობს მათ, ვინც მედია საშუალებებს ინფორმაციას აწვდიან დეზინფორმაციისთვის, პროპაგანდისთვის და სხვა დამაზიანებელი აქტივობებისთვის. მეექვსე, ტრამპი აპირებს ყველა გენერალური ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლად გადაქცევას და ფიზიკურად განცალკევებას იმ სტრუქტურებისგან, რომელსაც ისინი ამოწმებენ. ეს ოფისი შეერთებულ შტატებში არის დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყება, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ფედერალურ სააგენტოებში და პასუხისმგებელია კორუფციის, ფინანსური დარღვევების, ბიუროკრატიული არაეფექტურობისა და კანონდარღვევის გამოვლენაზე. ამერიკაში ყოველ მთავარ ფედერალურ უწყებას აქვს გენერალური ინსპექტორის ოფისი, რომელიც წესით დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია კონგრესის წინაშე. თუმცა, დონალდ ტრამპის თქმით, ეს პრინციპი დარღვეულია და ისინი ხშირად გამოვლენის მაგივრად ხელს უწყობენ გადაცდომებს. მეშვიდე, ის აპირებს კონგრესს თხოვოს დაარსონ დამოუკიდებელი აუდიტორული სისტემა, რომელიც დააკვირდება უშიშროების სააგენტოების აქტივობას და დარწმუნდება, რომ ისინი არაკანონიერად არ უსაფრდებიან მოქალაქეებს. მერვე, ტრამპს უნდა ფედერალური შენობების ვაშინგტონის გარეთ გადატანა. მაგალითად, მან წინა პრეზიდენტობის დროს სახმელეთო რესურსების მართვის ბიურო კოლორადოში გადაიტანა, რათა უფრო ბევრმა და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანმა შეძლოს მთავრობისათვის მუშაობა. მეცხრე, ტრამპი აპირებს აუკრძალოს ფედერალურ ბიუროკრატებს იმუშაონ იმ კომპანიებში, რომელთაც თავად მზედამხედველობენ. მაგალითად, დიდი ფარმაცევტული კომპანიების შემთხვევაში არც ისე იშვიათია სახელმწიფო მოხელეების კონტრაქტორება დაყვანა, რაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენდეს. და მეათე, ტრამპს უნდა რომ ლიმიტები შემოიღოს კონგრესის წევრების არჩევის ვადებზე. მაგალითად, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი 20-ჯერ იქნა არჩეული და უკვე 40 წევრია კონგრესის წევრია. ამ დროის მანძილზე კი პელოსის უამრავი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი აქვს დაგროვილი და ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. საბოლოოდ, ტრამპის 10-ვე პუნქტი მიზნად ისახავს ამერიკის შიდა ბიუროკრატიის გაძლიერებას და რეფორმირებას და ასევე რესპუბლიკელების წინააღმდეგ დემოკრატიული ადმინისტრაციების მიერ გამოყენებული პოლიტიკური დევნის მექანიზმების აღმოფხვრას. ის ძირითადად აქცენტს სათვალთვალო და სადაზვერვო სტრუქტურების გაუმჯობესებაზე აკეთებს. ცალსახაა, რომ ამერიკის მთავრობის საიდუმლო ნაწილი არსებობს და თან საკმაოდ ფართო მასშტაბით. ამ სტრუქტურებში კი მრავლად არიან გავლენიანი, თვითდაინტერესებული ბიუროკრატები, რომლებმაც წლების მანძილზე ფესვები ისე გაიდგეს, რომ მმართველი ადმინისტრაციის პოლიტიკისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ოპერირება. ასეთია ტრამპისეული Deep State, რომელიც ნამდვილად არსებობს ამერიკაშიც და ჩემი აზრით თითქმის ყველა სხვა ქვეყანაშიც. რომ დავფიქრდეთ, რომელ ქვეყანას არ მოუხდებოდა კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან განდევნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გათავისუფლება ადამიანებზე უკანონო თვალთვალისგან, ძალაუფლების გადამეტების შემთხვევების დასჯა, სასამართლო რეფორმის გატარება და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანას ყავს თავისი შიდა გავლენიანი წრე, რომელიც შოულობს ბევრ ფულს, ერგება სხვადასხვა ხელისუფლებას და პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო სტრუქტურებს. ტრამპი კი ამერიკაში ამას Deep States ეძახის. და თქვენ თუ მეთანხმებით, რომ გავლენიანი ელიტების ჩარევა პოლიტიკაში ყველა ქვეყანაში გავრცელებულია? მიპასუხეთ კომენტარების სახით. და ბოლოს, თუ მსგავსი კონტენტი გაინტერესებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიტოვეთ კომენტარები და გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.